შპს Silk Media-ში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსების გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესაძლებელი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება. განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე. ეს მიდგომა პირდაპირ პასუხობს აუდიტორიის ქცევის ცვლილებას და მრავალპლატფორმიან ჩართულობას და ამავე დროს უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და მომავალზე ორიენტირებულ სტრუქტურას. ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებების და სტანდარტების შესაბამისად. მიზანი კვლავაც უსწრელია. აუდიტორიის სანდო, რელევანტური და ხელმისაწვდომი საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტის შეთავაზება. ნათქვამია Euronews საქართველოს განცხადებაში. ტელეკომპანია Euronews საქართველოს სამაუწყებლო ფორმატს ცვლის და საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს.